საღამოშვიდობისა მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში 317 დღე სრულდება რაც ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა ზურაბ ჭავჭანიძე. თქვენ ახლა ხედავთ კადრში დროშას, ეს არის ბათუმის ცნობილი მედროშეს დროშები, მის გარეშე პირველად არა და მესამე დღეა უკვე მედროშეს გარეშე მოაქვთ აქციის მონაწილეებს დროშები ბათუმში, რადგან ზურაბ ჭავჭანიძე დააკავა პოლიციამ და მას პროკურატურა სახელმწიფო 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას ედავება, ბრალი დაზუსტდება სავარაუდოდ. აზა გაბუნიას ვხედავ, გამარჯობა აზა, როგორ ახართ? პირველ რიგში მინდა გკითხოთ ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ. დღეს წინასწარი პატიმრობა შეუხარდა მას თბილისის საქალაქო სასამართლომ. თქვენ როგორც მოქალაქე, როგორ გრძნობთ, დაცულად გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში მოხვდა? ზოგადად მე მგონი არავინ არ გრძნობთ ქვეყანაში დაცულად თავს და განსაკუთრებით არ გრძნობთ თავს დაცულად ის ადამიანები, ვინც ვართ პროტესტში უკვე 217 დღეა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ზურაბ ჭავჭანიძეს, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა მას და ის წარმოუდგენელია რეჟიმი მიადგა იმ ადამიანებს, რომლებიც ცხადია ამ რეჟიმში და ამ პროტესტში ძალიან ბევრი ადამიანია, თითქმის ყველა იყო უდანაშაულო, ვინც არის ციხეებში ჩასმული, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვთქვა ზურაბ ჭავჭანიძეზე, ეს არის ადამიანი, ეს ადამიანი არის უერთგულესი, უალალი ადამიანი, ნამდვილი სული და გული, პატრიოტი და უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე ზრუნავდა იმაზე, რომ ჩვენთან ყოფილიყო, არც ერთი დღე არ ჩაეგდო, წვიმაში, ავდარში, ქარში, ქარბუქში ის იყო ჩვენს გვერდით, მოდიოდა სულ გვიკეთებდა საჩუქრებს, ყვავილებს გვართმევდა, ხელნაკეთ ნივთებს გვართმევდა. მე მგონი ბათუმში არის ადამიანი თბილისიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული, ზურას ხელნაკეთი დროშა რო არ კონდეს გულზე. ყველა ჩვენგანს ის სიყვარული და სითბოთი. ჩვენ იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ბრაზდებოდით და რაღაცნაირად კარგავდით ხოლმე რაღაცნაირად კონტროლს და ზურა ყოველთვის მოდიოდა და სულ სიმშვიდისკენ მოგვიწოდებდა, სულ სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა, მიდიოდა პოლიციელებთან და ეხუტებოდა. ანუ სულ სიყვარულს აფქვევდა ეს ადამიანი და დღეს ამ ადამიანს შეუძლიათ სხვათა შორის ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ყველას ნებისმიერ ადამიანს, დიდ ბათუმში, გინდ თბილისში, აქ ჩამოსული ყველა ადამიანი არ არსებოდა, ეს ადამიანი იყო სულ სიყვარულისკენ, სულ სითბოსკენ მოტივირებული, სულ გვეხუტებოდა და ყველას და მოუწოდებდა ყველას და მათ შორის მე მგონი თბილისის აქციაზე, სადაც დროშა ეჭირა, ხო? არც იმალებოდა, არც არა ჰქონდა დასამალი, პოლიციელებთან იდგა, რობოკოპებთან და რა გვაქვს საჩხუბარი ქართველებო, ერთმანეთი გვიყვარდეს, მოდი შევრიგდეთ, მოდი, ანუ ამისკენ მოუწოდებდა სიყვარულის ზუსტად დღესაც უკვე და დესპანია ის სიკეთის და ვაჟკაცობის ნამდვილად და სიყვარულის და ეს ადამიანი და მსგავსი ადამიანები გამოკეტა რეჟიმმა ციხეებში. ეს არის დასანანი და მე მგონი ამას ხედავს კიდეც, ხო? არა მარტო ის ადამიანები, ვინც პროტესტში ვართ, არამედ მთელი საქართველო უნდა ხედავდეს ამას. უნდა ხედავდეს ქართული ოცნების მხარდამჭერებიც, იმიტომ რომ წარმოუდგენთ დღეს გუშინ დაიჭირეს 71 წლის ექიმის სახლში მივიდა და სპეცოპერაცია დაჭირდა ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ სახლში თავის მოხუცსთან ერთად შეიჭრა ადამიანი და დაურღვიეს სიმშვიდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანი იყო აქციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მას უნდა კეთილდღეობა, უნდა ნორმალური ქვეყანა და შვიდი სიბერე. ხო, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ასევე ყავს გამოწვეული ციხეში სიმსივნით დაავადებული ადამიანი, რომელიც იღვეწება, რომ სად უნდა წავიდე.
სიმსივნით ვარ დაავადებული და შეიძლება რამოდენიმე თვეში აღარც კი ვიყო ცოცხალი და ესეთი ადამიანი ხავს. ერთი кейსი, რომელიც დღეს იყო 64 წლის კოტე კოკაია გაუშვეს წინასწარ პატიმრობაში, ამ კაცს ახალი გადატანილი აქვს გულის ოპერაცია. რომელმაც უნდა გაიაროს რამოდენიმე კილომეტრი იმისთვის, რომ მისმა სხეულმა და გულმაც იმუშაოს და ითხოვდა ეს ადამიანი, რომ არსად არ გავიქცევიო საკობახიძე. მე არ ვიცი, ვის შეიძლება ეს, ვისთვის შეიძლება იყოს მისაღები, როცა ქვეყნის პრემიერი ამბობს და ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ არანაირი ნული თანაგრძნობა, ნული თანაგრძნობა, ნული ემპათია, როგორ შეიძლება ქვეყნის პრემიერი ამას ეუბნებოდეს საკუთარ მოქალაქეებს. მარტო ის ხო არ არის მისი მოქალაქე, რომელიც მისი მომხრეა, მთელი საქართველოს პრემიერია, ხო? თავს ხო მიიჩნევს საქართველოს პრემიერად. შესაბამისად, როგორ შეიძლება ასე ხელაღებით, ასე გამეტებით შენ საკუთარ მოქალაქეებს მოექცე, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი რეჟიმი, შენი მმართველობა, შენი პრემიერობა თუ შენს მიერ გატარებული პოლიტიკა არის მიუღებელი ადამიანებისთვის. ხო ეს წარმოუდგენელი ამბავია. მე არ მჯერა ერთი საღადმოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც აი ეს რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს რეპრესიები, რომელიც დღეს არის საქართველოში, რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, დაუნდობლად როგორ ექცევიან ადამიანებს. ეს იქნება ექიმები, პროფესორები, მასწავლებლები, ჟურნალისტები, მსახიობები, პოეტები, სტუდენტები, უბრალოდ მშრომელი, კეთილსინდისერი და პატიოსანი ადამიანები დგას ქუჩაში, ებრძვის რეჟიმს და ამ ადამიანებს ისინი უსწორდებიან. და მთელი პროპაგანდა, იმედზე, პოსტივიზე, სულ არის საუბარი იმაზე, რომ ეს იქ დგანან რადიკალი ოპოზიცია, დგას ნაციონალური მოძრაობა და კოლექტიური ნაცმოძრაობა, იქ დგანან აგენტები, ევროპის deep state-ის და რაღაცა ომის პარტიის დაფინანსებული ადამიანები. ეს არის ის, რითაც ცდილობს ქართული ოცნება გააბრუოს, მოატყუოს, შეცდომაში შეიყვანოს. მე მოუწოდებ ყველას ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომ გამოვიდნენ და ნახონ ვინ დგას ქუჩაში. გამოვიდნენ და მოისმინონ ამ ადამიანების საუბრები. თქვენ ნახავთ რუსთაველზე, აქაც, ნახავთ ნაღებს საზოგადოებას, რომლებიც ლაპარაკობენ ლიტერატურაზე, პოეზიაზე, კინოზე, პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე. ისინი ყველაზე ნაღები საზოგადოება დგას დღეს ქუჩაში და ჩვენ გვაიძულა რეჟიმა, რომ ვიდგეთ ქუჩაში, გვაიძულა რეჟიმა, რომ არ გავაკეთოთ ჩვენი საქმეები, მოუწდეთ ჩვენს საქმეებს, ჩვენს საყვარელს, ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეებს, ჩვენს პროფესიებს, ხო? ჩვენს ოჯახებს. და ვიდგეთ ქუჩაში და უპირისპირდებოდეთ რეჟიმს. მე არ მესმის ეს ვის შეიძლება მოსწონდეს, ვისთვის იყოს მისაღები ეს რეჟიმი, ეს ყოფა, რაც დღეს არის საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ეს საუბრობს და აზა გაბუნია თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი აჭარაში. თქვენ პარტიაზე მინდა გკითხოთ, დაგარეგისტრირეთ ბოლოს და ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ თუ რა თქმა უნდა არ დაგვერეგისტრირებია, უკვე მესამედ ვცდილობთ რომ გავრეგისტრირდეთ, ყველა ჯერზე რაღაც მიზეზს გვინახავენ. მანამდე იყო სანამ ამას გააკეთებდნენ ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგთხოვა ჩვენი პირადი ანგარიშები და გადარიცხვები, რაც რა თქმა უნდა ჩვენ გავასაჩივრეთ და ეს მაშინ შეწყვიტ ეს წარმოება, თუმცა ეხლა ისევ ხელმეორედ მოვიდის ანტიკორუფციული და გთხოვს ჩვენს პირად ანგარიშებს გადარიცხვებს. სასამართლომ უკვე გასცა ამაზე ნებართვა. ხვდებით ხომ? სასამართლომ გასცა უკვე მის ანტიკორუფციოს იმის უფლება, რომ ჩვენი პირადი ანგარიშები, ჩვენი პირადი გადარიცხვები და ჩვენ არა ვართ პარტია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ინდივიდები, მოქალაქეები და ჩვენს პირად ანგარიშებს ითხოვენ. ხო წარმოუდგენელი არ არსებობს ამ ქვეყანაში მხრივ არ გარეგისტრირებენ. ერთის მხრივ არ გვარეგისტრირებენ, არ გვაღიარებენ, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავრეგისტრირდეთ როგორც პოლიტიკური პარტია და მეორეს მხრივ ანტიკორუფციული როგორც პოლიტიკური პარტიის ინდივიდებს, როგორც პოლიტიკური პარტიის წევრებს ხავს ჩვენს პირად საბანკო ანგარიშებს. ხო, აი დისონანსია, არალოგიკურია. როგორ შეიძლება ეს ორი რამე იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში, ხო? მაგრამ ამ ქვეყანაში არაფერი არ არის თანხვედრაში. ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიცია. ყველა სტრუქტურა დღეს ემსახურება
მხოლოდ და მხოლოდ ერთ პარტიას და ის ერთი პარტია ემსახურება დიდ რუსეთს. აი ამ ვითარებაშია დღეს ჩვენი ქვეყანა. და აქედან უნდა გამოვიდეთ. მე მოუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ ამოიღონ ხმა. ეს იქნებიან ექიმები, მასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები იყვნენ ამ ქვეყნის ბოიკოტში, გამოუცხადონ ბოიკოტი ქართულ ოცნებას და ერთობლივად ჩვენ შევძლოთ რაღაცნაირად, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრათ ამ რეჟიმს, რომ ჩვენ აღარ გვინდა ამ რეჟიმში ყოფნა, აღარ გვინდა ამ ხელისუფლებაში ყოფნა, დროა შეიცვალოს ხელისუფალი, დროა დაინიშნოს ქვეყანაში ახალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში მოვიდეს მრავალპარტიული ხელისუფლება, სადაც ყველას ექნება საშუალება, რომ ქვეყნის მმართველობაში მიიღოს მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა. საუბრობდა აზა გაბუნია, თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი. სოლიდარობა და თავისუფლება ყველა სინდის პატრიოტს. დიდი მადლობა. აზა საუბრობდა, ხედავ აქციის მონაწილეებს წვიმის გამო შემცირდა ოდენობა. მალხაზ ირემაძეს ხედავ, მალხაზ გამარჯობა. მე დროშეზე საუბრობთ დღეს წინასწარმოებაში გაუშვეს. წარმოიდგენდით, რომ კაცი, რომელიც თქვენს, ანუ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იდგა ყოველთვის და აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებთან კარგად მოქცეულიყვნენ, რომ უნდა გიყვარდეს ყველა, ეს მისი სიტყვებია, რომ პოლიციაც უნდა გიყვარდეს, ასეთ მოწოდებებს აკეთებდა ხოლმე. დღეს გაუშვეს პატიმრობაში და მას ედავებიან, რა ვიცი, რას ედავებიან. თქვენ თუ ოფიციალურ ბრალს წავიკითხავ, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ აფასებთ? როგორ თვითონ თქვა, სამშობლოს სიყვარულს. სამშობლოს სიყვარულს ედავებიან იმ ადამიანს, რა ვიცი, მე ახლა ძალიან კარგად ვიცი თავის საქმიანობასაც. შემოქმედი ადამიანია. თავისი ხელნაკეთები, მეც ხელნაკეთები მოგზა ძალიან გაუგეთეთ, რა ვიცი. და ის რა თქმა უნდა ყველა მიცის ახლა რატომაც დააპატიმრეს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი კიდევ ერთი დიდი დაშინება იმის, რომ მაგალითად მე შემეშინდებოდა, კიდევ ვიღაცა შეეშინდებოდა, რომ არ გამოვიდოდნენ და ამოწმებენ ახლა რა და თან ცინიკური ის ხო აქვს მიდგომა და ცინიკურად წაგვართვეს კიდევ მეორე მედროშე და ჩვენ უფრო ითხოვენ, უფრო გაღიზიანებას იწევენ ჩვენში, რომ ჩვენ გავღიზიანდეთ და მაგალითად რაღაც დანაშაულები ჩავიდინოთ, რომ კიდე დაგვიჭირონ. მე ბევრი რამეს ვამბობდი ახლა და თვითონ არ მეთანხმებოდა თვითონ სულ სიყვარულზე საუბრობ. სულ სიყვარულზე გადაზედმეტებულად სიყვარულზე და ზოგჯერ კამათიც გქონდა, რომ ამ ხელა სიყვარულიც შესაძლოა არ შეიძლება მეთქი, მაგრამ ნამდვილად როგორ არა სიყვარულია მთავარი, როგორც თავის ეზოში უწერია სიყვარული ღმერთი და ისეთ ადამიანს იჭერენ. ეს არის რა ვიცი, ფარისევლები, რომლებიც როგორც ჩვენს საკათედრო ტაძარში, ეკლესიაში შუშებზე პარკებია დასკოჩილი და თვითონ თითქოს პიჯვას იწერენ და მილიონები არიან. ამას ხალხი იმედია ხვდება, იმედია გძნობს, ჩემი შეშინებული ერი, ჩემი შეშინებული კუთხე, ბათუმი. არ ეწყინოს არავის. რა ვქნათ, ეხლა მე ვამაყობ, რომ ყოველ დღე მიწევს აქ გამოსვლა და მეშინოდა მეც და გადავლახე შიში. თუმცა ეხლა უკვე იმ განწყობით ვარ, რომ შეიძლება ჩემი ეს ბუდისტობა ხურას საქართველოს დროში ვიღაცისთვის უკვე პატრიოტიზმის არის რაღაცა სასაცილო გახადეს ხალხში იმ დონეზე პროპაგანდა პატრიოტული განწყობა ხალხში მოკლა რომ ვინმე პატრიოტიზმზე ლაპარაკობს რაღაცა სამარცხინო გახადეს და რაღაც დასაკრინებელი სანამ გააგრძელებთ მინდა რომ აი ოფიციალური ბრალი ვიპოვე ფორმულირება როგორია ზურაბ ჭავჭანიძეს რას ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად ეს არის დანაშაული რომელსაც საქართველოს პროკურატურა ედავება ზურაბ ჭავჭანიძეს და მასთან 46 ადამიანია უკვე დაკავებული თითოეულის მიმართ მსგავსი ბრალდება მაგრამ უშუალოდ ზურაბ ჭავჭანიძეს ედავებიან რომ მან სადა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება და კადრები რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩანს როგორ შედის და გამოდის უბრალოდ ისეთი რაიმე ძალადობა
იმ კადრებშიც კი, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ, არ ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს აქვს რაიმე სახის მცდელობა ხელში ჩაიგდოს სტრატეგიული ობიექტი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლე. ეს ბრალი რას გახსენებთ, რამდენად ირონიული შეიძლება, რამდენად შეიძლება სერიოზულად მიიღოს ადამიანმა? სერიოზულად ეხლა არის თავისი მომხრეები ყავს და ისინი სერიოზულად ღებულობენ, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ღებულობს, ჩვეულებრივად ნაწილი ღებულობს ისე, რომ ჩვენ თუ ახლოს მივედით და გავეკარეთ, მათ არ შეიძლება მათთან გაკარება ახლოსაც მისვლა. თუმცა თუ მიხვალ მასთან, უნდა მიხვიდე როგორც ძველად აი რუსები რო ჩამოვიდნენ და რო დახვდნენ ჩვენი გამყიდველი ქართველები და თავს უხრიდნენ, აი ეს უნდა დაუხაროს თავი და გაუღიმოს და შენი ჭირიმე შეგინაცვალეთი ესაუბრონ, აბა აქონა დიდონ და კარგად იცხოვრებენ, კარგ მანქანას იყიდიან, შეჭამენ სახში საჭმელს, თუმცა ევროპაში ვეღარ წავლენ, იციანეს, მაგრამ ანუ ის საზოგადოება ამით დააშინეს. ის გადასვლა, რაც გადავიდა, ეს აი თუ დიქტატურასაც თავისი რაღაც აქვს წარმატებები, თავისი წარმატებები. აი წარმატებული დიქტატურაც არ ჩანს, როცა მზია ამაღლობელი კავკასიაში არის ყველა პირველი ქალი პოლიტპატიმარი. ეს არის ჩემი სიცხვილიც, რომ მაგალითად პოცავშა ქვეყნები როგორ ვიყურებენ რა ხდება. თუ გინდ იქეთ ხარეს, თუ გინდ აქეთ ხარეს. მე მაგალითად ძალიან ისეთ განწყობით ვარ, მე მაგალითად აი ის ლაშკაცები, რომლებიც ციხეში ზიან, ეხლა მე 5 დღე ვიყავი და ვიცი რაც არის და ციხე ჩემი მეგობრების ყოფილა და ვიცი რაც არის ციხე, მაგრამ უკვე იმ განწყობით ვარ, რომ იმათ გვერდზე მინდა ყოფნა რა. ამას ვამბობ სრულიად, რა ვიცი, დამას ზედმეტობის გარეშე შეიძლება ვიღაცას გაეცნოს, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია გარეთ ყოფნა და ამ ყველაფერზე ყურება. თუმცა იმედია ახლა ამ ხო ხარ ამას გემოდნო ისე დავიწყებ ჩემს პერფორმანსებს თავისუფლად შვიდობიან ანუ 4 ოქტომბერმა ესეც აჩვენა რომ შვიდობიან პროტესტს მაგალითად ზუსტად ისეთ შვიდობიან პროტესტს როგორიც არის ბათუმში იმიტომ რომ 317 დღეად გახართ მშვიდად და ყოველ დღე გამოხატავთ ჯერჯერობით კონსტიტუციით არსებულ თქვენს უფლებას რომ მშვიდად იდგეთ და გააპროტესტოთ, ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ რომ შვიდობიანი პროტესტი არის ის, რამაც შეიძლება საბოლოოდ მოიტანოს ცვლილებები. ესეთი მოსაზრება გაჩნდა. თქვენ პირადად როგორც ამ პროტესტის აქტიური მონაწილე და მე თითქმის ყოველ დღე გხედავთ აქ, როგორ ფიქრობთ, სად ხედავთ თქვენს თავს, გამოსავალს სად ხედავთ? გამოსავალი ბევრს ამბობენ, ეხლა როცა მოусვენ განათლებული ადამიანებია ძალიან ბევრი, ანუ ვინც ცივილიზებული ხარეს არის, ვინც აპროტესტებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, აი რო უყურებ მთელი დღის მანძილზე, აი როცა ვხედავ ისინი ყველას სხვადასხვა აზრებს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ჩვენ რაღაცა იმუნიტეტი გამომიმუშავეთ ყველამ, ისეთი რომ ყველა ერთ აზრზე არის, ერთიანობის აზრზე არის. ერთიანობა, იმ დონეზე უკვე ერთიანობა არის. პარტიებმა ყველა გადალახა თავისი სათქმელი თქვა, დაიჭირეს პარტიის ლიდერები და ჩემი აზრით, რაც წინაზე ჯაბასთან ჩავწერე, რომ არ მინდა რომ აი იქამდე მივიდეს ქართველი ერი, რომ გაუჭირდეს, იმ ხელაზე გაუჭირდეს, ანუ გაჭირება საიდან წამოვა. როცა ევროპა ბოლომდე გადაკეთებს, როცა ბოლომდე მიგვატოვებს ჩვენ, თუმცა ამის საფუძვლები უკვე არის და მივიღებთ აი იმ შედეგს, თუმცა შესაძლებელია რუსეთიდან წამოვიდეს ბევრი ფული და ფულით იყიდონ ხალხი, ესაც არის შესაძლებელი, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ხალხში არის ის პატრიოტიზმი, რომელსაც გამოხატავენ და როდესაც ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, უცებ აფეთქდება ხალხი, ამ შემთხვევაში მოხდება ის რომ დაინახავენ ძალიან ბევრი ხალხია და ჩაერთვება ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს გვერდში არიან დღემდე, ის განვითარებული სამყარო. და ეტყვიან და ნუ ახლა ბევრი ამბობს, რომ რუსეთი როცა ახლა უკვე მიდის დამარცხება დღეს როგორ პუტინმა როგორ დაეჩოქა აზერბაიჯანს, ხო წარმოუდგენელი იყო, რომ პუტინი ამას გააკეთებდა, როგორ ფოდიში მოუხადა. პუტინის უკან სვლა და ესეთი რაღაცეები და მაინც ხალხია დამოკიდებული, უნდა თქვან თავისუფალი სიტყვა, დირექტორსაც უნდა უთხრან თავის ხელმძღვანელსაც უნდა უთხრან, რომ დირექტორი რომ იგზნონ ოდნავ თავისუფლებაში, თორე ეს გამოიწვევს
რა ვიცი, მე ეს გადადის ოჯახში, შვილებზეც გადადის და ყველა მე იქნება რა მონამორჩილი ესე ვთქვა და არ უნდა ვიყოთ მონამორჩილები, უნდა ვთქვა ჩვენი სიტყვა. როგორც ამბობს, რა ვიცი, ბევრი უმრავლესობა, თუმცა შეიძლება ყველა ვერ გამოვიდეს აქ, მაგრამ ყველა უნდა თქვას ის სათქმელი, რაცაც ხედავს. თუ ჩაყლაპავენ რაღაც არ მოსწონს, ის აუცილებლად იქნება შემდეგ შერცხვება, როცა ეს ყველაფერი შეიცვლება. შერცხვება, როცა დაუსვეს თავისი შვილი კითხვას, მამა, შენ სად იდექი? იმის არ იყოს ის რო არის, ბაბუა რო ყლება, მეო ისო გერმანიაში შენ რა გიქნეს ბაბუა და მეო მომკლესო. აი ესე რო არ დაემართოთ, მე მომკლესო, შვილს რო ის არ დაემართოთ, სიცის ყველა მესანებდოდი. გასაგებია. თავისუფლება ყველა იმ მაგარ ადამიანებს და ექიმებსაც შეეხება, ექიმებთან რა ვიცი შეხება, ეს არის უკვე ზღვარს გადასვლა და ეს ზღვარს გადასვლა მსახიობებზე შეხება, ესეთი რაღაცეები. დიქტატურა ჰიტლერსაც ჰქონდა, დელს ჰქონდა დიქტატურა და დიქტატურა ყოველთვის მარცხდება. არ აქვს მნიშვნელობა როდის. თუმცა მე რო აღარ ვიქნები, მაგრამ ჩემი შვილი თუ ჩემი შვილი იამაყებს ჩემი. ეს არის ჩემი რა ვიცი. დიქტატურა დამარცხდება. იმედოვნებს მალხაზ ირემაძე, ძალიან დიდი მადლობა მალხაზ. ვართ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. 317 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება ბათუმში. წვიმის ქარის თოვლის მიუხედავად ადამიანები მოდიან, ზოგჯერ ბევრია აქ შეკრებილი აქციის მონაწილეების ოდენობა, ზოგჯერ ისეთი მცირე, როგორცაც ახლა თქვენ ხედავთ. თუმცა მთავარი რაც არის მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება, პროტესტი საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, ახალი არჩევნებისათვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით 317 დღეად განან აქ საქართველოს მოქალაქეები. ძალიან დიდი მადლობა, ვინც უყურებდით ჩვენს პირდაპირ ეთერს.